მოგესალმებით ბატონო მიშა, როგორ ახართ? როგორ ახარ, ვანო? ერაცოლოს მიხო პაპაში და. მე ძალიან მიყვარს თქვენი კახური კილოკავი, რომელიც ძალიან კარგად აკეთებთ. დიდი მადლობა, კაცო. სხვათა შორის ვირთავს ტელემაყურებლო, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ არავის არ უთქვამს ბატონი მიშასთვის, რომ კახურად უნდა ისაუბროს. კიდევ ერთხელ, მაგრამ კაცო, რა სიზა. დაიცა ძალიან კარგი შაირები გაქვთ, ხო ბატონი? მა როგორ, კაცო? კარგია, კარგი. უმაგრესები, ვანო, ერთი მეორეზე უკეთესი. დავწყოთ მაშინ, დავწყოთ რაღაცა, დავწყოთ. ჰაი, კარგი. რიონში ბადევის როლე აბრეშუმით მოწონულიო, ამავიღე ბეტონით და არმატურით მორთულიო, ფლორასაც და ფაუნასაც დედა იქონდა. არ გვინდა კაცო? გინებები არ შეიძლება. კი ბატონო. ვან, ჩუ, ფრი, ჯო. კონგრესმენების კრიტიკაც უკვე ყელში ამოიდა, მთავრობას ქებას ელოდა, არაფერი გამოიდა, მოკლედ თაფლი შაუკვეთე, მაგრამ ნეხვი ჩამოიდა და ბიძო პუტინის ქებაში ბოლომდე რომ იხარჯები, ამერიკულ მუსიკაზე რუსულად რომ იყვანცები, სტაკანში კი მაროჟნივი, გაგვიყინეს ფინანსები და ძინა ისევ სახლშია, არა ჩნდება ხალხშიაო, მისი მთავარი დევიზი ძალად დაყოფაშიაო, 20 წელში ერთხელ გამოდის ესკაი და ამუღამა, დედაივინ შამაგტენა, ნაკიანი ერის მამა და ავტობუსი კლდეზე ადის, ყირავალებს აკეთებს, ხალხი რომ არა გადმოიცვიდეს, კარფანჯარა ჩაკეტეს, ფეშენ რეფორმა თუ გინდა, ჩვენი კახი აკეთებს. კავაძე ლექსებს აიწერს, გადარია მათენიერი, თანის ეწერს გეგონება, ლანჩხუთელი რუსთაველი. გებეიში ნასწავლი და განათლება შაძენილი, მოგაშვილი ნერვი უღობს, საგნები აქ შატენილი. საკვები ისე გაძვილდა, ისეთ ფასებს ურტყამსო, შიმშილმა და დიეტებმა რითმი შეგრძნება, ლოგიკა, მუსიკალური სმენა, აზრი და ადეკვატურობა დამაკარგინაოდა. 1 2 3 ჯო! ვირუსის პირველი ნალღა ძალზე ძვირი გვიჭდებაო, მთავრობა კი გვეუბნება, ერთი კიდე იქნებაო, თავისი კალენდარი აქვს, არაწუხებს სირცხვილიო, სექტემბერში გვიწევს და ოქტომბერში შიმშილიო და ოქტომბერში კიდე ერთი არჩევანი გაკეთდება, ცოტა ხანში გაირკვევა რა რეჟიმი დაწესდება, წარსულს იმათ ვანანებთ თუ მომავალი მაგვენება. თამუნა თუ გამამყვები, აგისრულებ რა გინდაო, შალის წინდებ შაგიკერაო, ოქრო იკბილებს ჩაგიდგამო, ბოსელიდან ვირს გავაგდებ, პიანინოზე დაგიდგამო. დიდი მადლობა, ეს იყო სახალხო თქმელი მიხელიძეზე, მადლობთ ბატონო მიშა, ძალიან დიდი მადლობა, კარგად იყავით.